რუსეთის საჰაერო ძალებმა კიევზე კვლავ ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში, რომლიდანაც უკრაინის ანტისაჰაერო სისტემებმა ვერცერთის მოხსნა ვერ მოახერხეს. შედეგად უკრაინის დედაქალაქს კვლავ ჰყავს მსხვერპლი, ამჯერად ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებულ შენობაში ხანძრის ჩაქრობის დროს იქნა ნაპოვნი. ბოლო ინფორმაციით დაშავდა ორი პირი. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ხანძარი მდინარე დნიპროს ორივე ნაპირას გაჩნდა ორ სხვადასხვა რაიონში. ერთ შემთხვევაში სასაწყოვე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არასაცხოვრებელ შენობაში. რუსეთის იერიში 1 ივლისის გამთენისას იყო ზაპორიჟიეზე. დაჭრილია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რიცხვი იზრდება ოდესაზე მიტანილი იერიშის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეებს შორის იყო სუმის ოლქი, ხარკივი. მასობრივი დარტყმები კიევის თავზე ბოლო თვე განსაკუთრებულად გააქტიურდა. ორშაბათს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მიტანილ ამგვარ იერიშს დედაქალაქის დასახლებულ პუნქტებში ბოლო მონაცემებით 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 90-ზე მეტი პირი. ადგილის სანახავად გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორი მივიდა, რომელმაც მომხდარს ტერორი უწოდა. კიდევ ერთი საშინელი ღამის შემდეგ ვიმყოფებით შენობასთან, რომელსაც დილის 3 საათზე ჰიპერბგერითი რაკეტა მოხვდა. ამავე დროს ახლო მდებარე ორ შენობას ორმა სხვა რაკეტამ დაარტყა. მაშველები ადამიანებს ეძებენ და როგორც ვიცი, მათ შორის ორი ბავშვია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვა ტერორი. ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამჟამად კიევზე მსგავსი თავდასხმების სიხშირე და მათი მძიმე, დრამატული გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე სრულიად მიუღებელია. ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესები ძალიან მკაფიოა მათთვის, ვინც მას პატივს სცემს. მშვიდობიანმა მოქალაქეებმა არასოდეს უნდა გადაიხადონ უმაღლესი ფასი ამგვარ კონფლიქტებში. ადამიანების სიცოცხლე არ უნდა ნადგურდებოდეს ისე, როგორც ამას ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს. თუ პილოტო საპრენი აპარატების მოგერიება უკრაინის ანტისაჰაერო სისტემებისთვის შედარებით იოლიამოცანაა, ბალისტიკურ რაკეტებთან მიმართებით მოცემულობა განსხვავებულია. გაზრდილი იერიშების ფონზე საჰაერო თავდასხმაში არსებული პრობლემები უკრაინის პრეზიდენტს არც დაუმალავს და დეფიციტის შესახებ საუბრებს პარტნიორებთან ააქტიურებს. რაც ახლა კიევს ყველაზე მეტად სჭირდება პეტრიოტის ტიპის ამერიკული სისტემებია. ნაწილი აქვს, თუმცა საკმარისად არა. გამოსავლის გზების ძიება უკვე ნატოს სამიტზე გაგრძელდება, სადაც უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა.